მოგესალმებით, TSU-ს პირველი კორპუსის ეზოში ამ წუთებში იკრიბებიან, ჩემს ზურგს უკან ხედავთ საქართველოს ევროკავშირის დროშებს, აქ ახალგაზრდების ორგანიზებით, სტუდენტების ორგანიზებით არის სტუდენტური მარში, რომელიც ძალიან მალე უკვე დაიძრება შეკრების მთავარ ადგილზე, სადაც არის დედაქალაქის ცენტრალური გამზირი პარლამენტის წინ ტერიტორია. რამდენიმე ახალგაზრდას გავესაუბრებით პირდაპირ ეთერში, რომლებიც სათავეში უდგარან ამ სტუდენტურ მარშს და მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ვართ. დავიწყოთ დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ახალგაზრდების როლი ყოველდღიურად იზრდება, ხო, ამ პროტესტში, რომელსაც უწყვეტი პროტესტი ქვია ჩვენს ქვეყანაში და სწორედ აი აქ მაინტერესებს თქვენსაც ხედავთ თქვენს როლს, რამდენად მნიშვნელოვანია 31 მარტი, როგორც ისტორიულად ასევე დღეს და რამდენად ვართ იგივე პრობლემის წინაშე და გამოწვევის წინაშე, რომ ჩვენს ქვეყანას თუნდაც აი ამ დამოუკიდებლობის დაკარგვის რაღაც საშიშროება უდგას. კი, მოგესალმებით პირველ რიგში, ძალიან მიხარია, რომ ამ ისტორიულ ადგილს დაუბრუნდა ის ბრძოლის ყიჟინა, ის შემართება და TSU ყოველთვის იყო პროტესტის კერა, ყოველთვის სტუდენტები გამოდიოდნენ და საკუთარ ქვეყანას იცავდნენ ამ პროტესტებით და მიხარია, რომ აქ ამდენი ხალხი შევიკრიბეთ და კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვემატება და მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ დგანან სტუდენტები, რომლებიც ახლა ლექციებიდან გამოვიდნენ, უნივერსიტეტიდან გამოვიდნენ და აქ დადგნენ, იმიტომ რომ ახლა აქ არის სწორედ საჭირო დგომა, რაც შეეხება დღევანდელ თარიღს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას, ჩვენ ყოველთვის ვისმენდით ქართული ოცნების ნარატივს და პროპაგანდას, რომ თითქოს ქართველი ხალხის ამ პროტესტის მონაწილეების მიზანი იყო საქართველოს არ ვიცი დატყვევება, რაღაც გარყვნა და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი მე მგონია რომ სწორედ ამ დღეს უნდა გავცეთ ამ პროპაგანდას პასუხი, რომ საქართველოს მოქალაქეებს და ქართველ სტუდენტებს ზუსტადაც რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გვიძღერს გული და ზუსტადაც რომ იმისთვის ვიბრძვით, ისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს. მე მინდა ასევე შევეხოდა იმ კომისიას, რომელიც ახლა პარლამენტში ხედავთ, რომ ქართულ გენერლებს, ქართულ გმირებს და სამხედროებს ფაქტობრივად ასამართლებს და ცილს წამებს, რომ თითქოს ამ ადამიანებმა რუსეთთან ბრძოლაში საქართველოს ჩაითრიეს და გმირების მაგივრად მათ მოღალატეება დაცხადებს, რაც არის რუსული ნარატივა არის და ეს არის იმ დამოუკიდებლობისადმი, იმ გმირებისადმი, დაღუპული ოჯახებისადმი ძალიან დიდი უპატივცემულობა, იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ ყოფილი სამხედროების ვეტერანების, მათი ოჯახის დაღუპული გმირების ოჯახის წევრების პასუხი ამ ქართული ოცნების ქცევაზე, მათ ღიად გამოთქვეს ამის სურვილი და ეს პოზიცია, რომ მათი შვილები, მათი მამები, მათი ბაბუები არ დაღუპულან იმისთვის, რომ ჩვენ ისევ რუსეთში დავბრუნდეთ და სწორედ ამ დღეს 31-ში ძალიან ბევრი ადამიანი გამოვართ და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და უკეთესი მომავლისთვის ვიბრძვით. ძალიან დიდი მადლობა. გესმით მაყურებელს ალბათ, რომ ახლა საქართველოს იმნი ჟღერდება და შეძახილებით პერიოდულად, რაც პროტესტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეძახილებად და სათქმელად იქცა. ახალგაზრდების კიდევ გარკვეულ ნაწილს მინდა რომ გავესაუბრო პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, თქვენ წარმოადგენთ ტექნიკურ უნივერსიტეტს, ხო? რამდენადაც ვიცი, დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე მინდა პირველ რიგში რომ თქვენც გკითხოთ, ხო? 31 მარტი, რატომ არის მნიშვნელოვანი თარიღი? რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი იდგეს ქუჩაში და საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსიროს, იმიტომ რომ დღეს პროტესტის 125 დღეა და ეს ხალხი ისედაც ყოველდღიურად ქუჩაში. კი ბატონო, დღეს არის პროტესტის 125 დღე, ეს 125 დღის განმავლობაში ვიდექით უდრეკად ვიბრძოდით, მიუხედავად დაშინებებისა, მიუხედავად მათი რეპრესიებისა. მაინც გავზარდეთ 125 დღეა. დღეს არის 31 მარტი, როდესაც საქართველოს აღადგინა მის დამოუკიდებლობა და ჩვენ დღეს უკვე გავიმეორებთ ამ ფაქტს და აღვადგეთ ჩვენს დამოუკიდებლობას. ჩვენ არ დავემონებით რუსეთს, ჩვენ ვიქნებით საქართველოს, ჩვენ შევართ ევროკავშირში და ვიქნებით განვითარებული ქვეყანა და გავიმარჯვეთ სახელოვნებას. ძალიან დიდი მადლობა. ასეთი არის ახალგაზრდების პოზიცია და შემართება დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, თუმცა ჯერ მხოლოდ დასაწყისია ის, რასაც ახლა ხედავთ, ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოს ევროკავშირის დროშებით და საპროტესტო გზავნილებით, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან იკრიბებიან, ელოდებიან თანამოაზრეებს, აიმისოთ რომ დაიძრან და შეუერთდნენ რუსთაველზე მიმდინარე აქციას. გადავინაცვლებ აქციის უკანა მხარესაც, სადაც არიან ასევე ადამიანები შეკრებილი.
გამარჯობა. Პირდაპირ ეთერში ვართ და თქვენც მინდა რომ დღევანდელ დღეზე და მის მნიშვნელობაზე გკითხოთ. ხედავთ რომ საკმაოდ ბევრი ადამიანია შეკრებილი, მაგრამ უკვე დაიწყება მარში სიმბოლურია, რა თქმა უნდა, რომ ეს ადგილი შეირჩა ახალგაზრდების პროტესტის დასაწყებად. მინდა რომ გითხრათ რატომ არის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი და ბევრი ადამიანის კიდევ ერთხელ დგომა, რომ ამ ადამიანებმა დაინახონ, რომ ისევ ძალიან ბევრი ადამიანი დგას ქუჩაში და არავინ დაღლილა რეალურად იმ პროტესტით, რომელიც 125 დღეა მიმდინარეობს. 34 წლის წინ ქართველმა ერმა აირჩია დამოუკიდებლობა. აირჩია, რომ ჩვენ აღარასოდეს აღარ დავბრუნდეთ რუსეთის ტყვეობაში. სამწუხაროდ დღეს კვლავ გვიწევს ამ არჩევანის გაკეთება. ახალგაზრდები გამოდიან იმისთვის, რომ კაფეოთ დააფიქსირონ. საქართველო არის დასავლური სამყაროს განუყოფელი ნაწილი. ვერც ჯარიმები, ვერც დაჭერები, ვერც დაშინება ვერ დაგვაშინებს. იმიტომ რომ არც ერთი ჯარიმა და არც ერთი დაშინება არ ღირს ჩვენი სამშობლოს გარუსებას. ბრძოლა რა თქმა უნდა გაგრძელდება ბოლომდე და მოხარული ვარ რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა და ასევე ყოველს მოვუწოდებ რომ რუსთაველზე დღეს ვიდგეთ. იმიტომ რომ დღეს მომავალი წყდება რუსთაველის გამზირს. დიდი მადლობა. კადრს დაგიტოვებთ პირდაპირ ეთერში და როგორც კი მარში დაიძრება, კიდევ ერთხელ შემოგიერთდებით რომ გაჩვენოთ როგორი იქნება ადგილზე ვითარება. მადლობა ლიზა ლასარეიშვილს. სარეკლამო პაუზის შემდეგ დავბრუნდებით და კიდევ ერთხელ თვალს შევავლებთ როგორ ემზადებიან